კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. მანამდე სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ მელიას სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. სხდომის დეტალებს მარიამ ქართველიშვილი მოგვიყვება. ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, თავისუფლება პატიმრობით შეეცვალა. ასეთია ხმაურიანი დღის ფინალი და მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება. ხმაური კი საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას ბრალდების საქმის განხილვაზე მას შემდეგ დაიწყო, როდესაც თავდაპირველად ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა. ამბობდნენ, რომ მელიამ მიზან მიმართულად არ გადაიხადა გირაო, ის გუშინ საბოლოო გაფრთხილებაც ჰქონდა მას, თუმცა ამის მიუხედავად მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მელიას გირაოს გადახდის ბოლოვა და ღამის 12 საათზე ეწურებოდა, ის 9 საათზე დააკავეს და ამბობდნენ, რომ სახელმწიფომ მელიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა მოუსპო. მოსამართლემ დასვა მთავარი შეკითხვა, აპირებდა თუ არა ბრალდებული მელია ბოლო წუთებში გირაოს გადახდას. ეს კითხვა, როგორც ჩანს, დაცვისა და თავად ბრალდებულისთვის იმდენად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რომ სხდომაზე დაიწყო ხმაური. ნიკა მელიას პოლიტიკური გამოსვლის შემდეგ კი მელია წყობიდან იმდენად გამოვიდა, რომ მოსამართლეს წყალი შეასხა. თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკავებამ შეუშალათ? გირაოს გადახდა მოსამართლე, ხო, გირაოს გადახდა რომ ეკითხები, ერთი წუთი. გირაოს გადახდა არ გადახდასთან დაკავშირებით კითხავს რომ სვა. მე რაც ახლა მოგიყევი, ეს არ არის ერთი საინტერესო თავი, ხა სახში თქვენ, ალბათ თქვენმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა იციან რომ მოსამართლეს და არჩევთ ყვარდა მართავს სიხალბეს და სიმართლეს, ხო წესი. არ გაგიჩნდათ ეხლა რაც მოვყევი მე კითხვა, რა მოხდა, როგორ მოხდა. არ გავშეკითხები როგორ არ მოხდია, ერთი წუთი არ გავშეკითხა როგორ არ მოხდა. ცნობილია, იმიტომ რომ საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესის დაკავების შესახებ. ერთი წუთით გაშემო. რა ადმინისტრაციული დაკავება? არანაირი ინტერაქციაც კი არ გქონია. გამარჯობა ნაყოფის ვინხარ ახლა არანაირი ინტერაქცია არ მოხდა. რა ის დამასთან დაკავშირებით? არ გიჩნდება კითხვები. მე ხარ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, ეს ყველა ვიცით. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად როჩილი იქნებით და ისე მიიღებ გადაწყვეტილება და ეს კაცი უნდა აძევებული ხარ ცნობილი და უნდა მიშტოკა.